ტელეგრამის დამფუძნებელმა პავლე დუროვმა თავის დაბადების დღეს მომხმარებლებს მოუწოდა გადაარჩინონ თავისუფალი ინტერნეტი. დრო აღარ გვაქვს, დრო აღარ დაგვრჩა, განაცხადა მან. 41 წლის ვხდები, მაგრამ ზე იმის სურვილი არ მაქვს. ჩვენს თაობას დარჩა ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოს თავისუფალი ინტერნეტი, რომელიც ჩვენმა მამებმა ჩვენთვის შექმნეს. ის რაც ოდესღაც მოგვცა როგორც ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა, კონტროლის მთავარ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, დაწერა დუროვმა. ქვეყნები, რომლებიც ადრე თავისუფლები იყვნენ, დესპოტურ ზომებს იღებენ, როგორებიცაა პირადობის ციფრული მოწმობა, ასაკის ონლაინ შემოწმება და პირადი შეტყობინებების მასობრივი სკანირება. გერმანია დევნის ყველას, ვინც ბედავს მოხელეების კრიტიკას ინტერნეტში. დიდი ბრიტანეთი ათასობით ადამიანს უშვებს ციხეში ტვიტების გამო. საფრანგეთის სისხლის სამართლის დევნას აწარმოებს ტექნოლოგიური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და პრივატულობას. ვიდრე ჩვენ გვზინავს, ბნელი დესპოტური სამყარო სწრაფად გვიახლოვდება. ჩვენი თაობა რისკავს დარჩეს ბოლო თაობა ისტორიაში, რომელსაც თავისუფლება ჰქონდა და მისი წართმევა დაუშვა. ჩვენ დაგვაჯერეს ტყუილში, დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი თაობის უდიდესი ბრძოლაა იმის დანგრევა, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ტრადიციების, პრივატულობის, სუვერენიტეტის, თავისუფალი ბაზრის და სიტყვის თავისუფლების. წინაპრების მემკვიდრეობის ღალატით ჩვენ ავირჩიეთ თვითგანადგურების გზა, მორალური, ინტელექტუალური, ეკონომიკური და საბოლოო ჯამში ბიოლოგიური განადგურების. ამიტომ არ ვაპირებ დღეს ზეიმს. დრო აღარ მაქვს, დრო აღარ გვაქვს, წერს პავლე დუროვი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ბრატისლავაში გამართულ ევროპულ ბირთვულ ფორუმზე გააკრიტიკა ევროკომისიის მიერ 2022 წელს წარდგენილი გეგმა, რომლის მიზანია 2030 წლამდე რუსული საწვავის გამოყენებაზე სრულად უარის თქმა. რაც შეეხება გაზის და ნავთობის ტრადიციული მიწოდების უარყოფას, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყვიას ფეხში ვისვრით. მზად ვარ ევროკომისიასთან დღეების განმავლობაში ვიკამათო, კონსტრუქციულად და პოზიტიურად ვაცნობ მათ, რომ ეს აბსურდული იდეოლოგიური ნაბიჯია. ვთხოვ ევროკომისიას მოიხსენით ანტირუსული სათვალე, თუ ამას გააკეთებთ, გადაწყვეტილებებს უფრო გონივრულად და ნორმალურად მივიღებთ, განაცხადა ფიცო. National Interest წერს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინის პეტრიოტის სარაკეტო ბატარეებს. გამოცემა წერს, რომ აგვისტოში უკრაინის საჰაერო ძალების მიერ რუსული რაკეტების მოგერიების რაოდენობა 37% შეადგენდა, მაგრამ სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6%-მდე დაეცა. როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე რუსები იმარჯვებენ. დასავლელმა ლიდერებმა ეს უნდა გააცნობიერონ და იფიქრონ მშვიდობის მიღწევაზე, მიაჩნია სტატიის ავტორს. პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსული რაკეტები ისკანდერი, ემი და კინჟალი ისეა მოდერნიზებული, რომ პეტრიოტის სისტემებმა მათი მოგერიება ვერ შეძლონ, რის გამოც ისინი საკვანძო სამიზნეებს ანადგურებენ. ევროპული დახმარება უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ბლოკის ლიდერებმა ვერ გასცეს 140 მილიარდი ევროს კრედიტი. რუსები აწარმოებენ უკრაინის გამოფიტვის კამპანიას და მოერგნენ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. დასავლელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რუსები იმარჯვებენ და იფიქრონ მშვიდობის მიღწევაზე. ნატოს სამხედრო დახმარებამ რუსეთის წინეხის შეჩერება ვერ შეძლო. საფრანგეთის პარლამენტის წევრის რიჩარდ რამოსის აზრით მაკრონი გიჟია და ფსიქოანალიტიკოსს უნდა მიმართოს. ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობ თუ არა, რომ ემანუელ მაკრონი გიჟია, დეპუტატი პასუხობს: დიახ, მე ასე ვთვლი. მას აქვს პირადი ფსიქოლოგიური პრობლემები. ადრეც ნათქვამი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს წარმოადგენენ კანონს, რომ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაავალდებულონ იარონ ფსიქოანალიტიკოსთან თვეში ერთხელ მაინც. ფიქრობ მაკრონს რაღაც განსაკუთრებული რამ სჭირს. ზედმეტად უყვარს საკუთარი თავი. როდესაც საკუთარი თავი 120%-ით გიყვარს, სხვებისთვის ადგილი აღარ ხრჩება, განაცხადა დეპუტატმა. გერმანული გაზეთი Tage Spiegel წერს, რომ უკრაინის კონტროლქვეშ არსებული ფრონტისპირა სოფლების მცხოვრებლები ეხმარებიან რუსეთის არმიას, რაც უკრაინელ სამხედროებს საბრძოლო ქმედებების წარმოებას ურთულებს. გაზეთის ცნობით უკრაინელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც უკრაინული პოზიციებიდან დასავლეთით რუს მებრძოლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში თბილად შეხვდნენ, რამაც მოულოდნელად საფრთხე შექმნა ახალი მიმართულებიდან. კანადელი სამხედრო კორესპონდენტის ნილ ჰაუერის თქმით, ცხოვრებლების დიდი რიცხვი, რომელმაც ევაკუაცია ვერ მოასწრო, რუსეთის არმიას ეხმარება, რითაც უკრაინელებს ცხოვრება მნიშვნელობად გაურთულდათ.
ფრანგული ფიგარო წერს თუ როგორ ძირს უთხრის ევროპის სტაბილურობას ემანუელ მაკრონის პოლიტიკური სისუსტე პარიზში. საფრანგეთში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საყრდენია, ინსტიტუციონალური კრიზისია, რაც უფრო მეტად აღელვებთ პარტნიორებს. ისინი შიშობენ, რომ ეს მთელი ბლოკის დესტაბილიზაციის საწინდარია, ბლოკის, რომელიც საგარეო საფრთხეების გამო ისედაც დასუსტებულია. ოფიციალურად ევროპული ინსტიტუტები თავს იკავებენ წევრი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკური კრიზისებზე კომენტარებისგან. ევროკომისია საფრანგეთში არსებულ კრიზისს არ იმჩნევს, მაგრამ დერეფნებში ბრიუსელიდან სტრასბურგამდე ყველა ამ თემას განიხილავს. იზრდება შიში, რომ ეს უიმედო ჩიხი და მისი ეკონომიკური, ინსტიტუციური და გეოპოლიტიკური შედეგი ევროკავშირის მომავლისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს ემანუელ მაკრონმა შეძლო თავისი კვალის დატოვება. ევროპაში ერთდროს ისეთი ხათმებრძოლე იდეებით, როგორებიცაა სუვერენიტეტი და სტრატეგიული ავტონომია, მაშინ როდესაც კარგავდა კონტროლს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკასა და ინსტიტუტებზე. არსებობს შიში, რომ საფრანგეთი აღარაა მზად განახორციელოს ახლა უკვე ფართოდ გაზიარებული ხედვა, მაშინ როცა დასავლეთისთვის გარე საფრთხეები იზრდება. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ანა პაულინა ლუნამ ბლოგერ დენი ჯონსის პოდკასტში განაცხადა, რომ ზელენსკი რეგულარულად გზავნის საუდის არაბეთის ბანკში თვეში $50 მილიონ. სახელმწიფო ხარჯების განიავების პრობლემა დადასტურებულად არსებობს და ბოლო დრომდე პენტაგონს აუდიტი არ გაუვლია, არ ვიცი რამდენი წელია. იმას ვგულისხმობ, რომ საქმე ეხება უკრაინაში ჩვენი ფულის გაგზავნას. როგორც ჩანს, ზელენსკი მართლაც აგზავნის თვეში $50 მილიონ საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში. ეს ეჭვი არსებობს, თქვა ამერიკელმა დეპუტატმა. ეს არც ღაზაა და არც უკრაინა. კადრებში ჩანს ამერიკის თითქოს და მშვიდობიან ქალაქ ჩიკაგოში არსებული ვითარება, იდეოლოგიური დაპირისპირება დონალდ ტრამპს და მემარცხენე გლობალისტებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადადის. ილინოისის გუბერნატორს ეს ნორმალურად მიაჩნია. ჯეიბი პრიცკს, რომელიც 4 წლის შემდეგ პრეზიდენტობა უნდა, მიაჩნია, რომ პრობლემა დონალდ ტრამპშია და არა იმაში, რაც მან, როგორც გუბერნატორმა გააკეთა. მისი ქმედებები ქალაქს საბრძოლო მოქმედებების ზონად აქცევს. თუკი ადგილზე არაპირებენ ყველა საშიში კრიმინალების დაჭერას, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა, მაშინ ისინი ჩიკაგოდან უნდა წაბრძანდნენ. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პირდაპირ განვაცხადოთ, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საიმიგრაციო სამსახურის აგენტები აპატიმრებენ მოძალადეებს, უკანონო მიგრანტებს, ბანდების წევრებს, მკვლელებს და პედოფილებს, ცუდ ადამიანებს. აქ ნახევარტონები არ არსებობს. საიმიგრაციო სამსახურის აგენტები აპატიმრებენ დამნაშავეებს, მემარცხენეები კი ამის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი კრიმინალების დაჭერას და დეპორტაციას აპროტესტებენ. დაფიქრდით ამაზე.